ერთ-ერთი ყველაზე ინტენსიური ომის განმავლობაში რაც კი მომხდარა, ყველაზე ინტენსიური დაბომბვა მოხდა. ამ კონკრეტული დარტყმის განსხვავება იმაში მდგომარეობდა, რომ კიევის ცენტრს უპირატესად დაარტყეს და კიევის ცენტრში დაარტყეს სხვადასხვა სამთავრობო შენობებს. მოდი კადრების ნაწილი ვნახოთ ამ დარტყმების და გავარჩიოთ რა ხდება. ეს არის კადრების ნაწილი და დაბომბვა იყო ინტენსიური, მათ შორის დაარტყეს ეს ორეშნიკის ტიპის რაკეტით, რომელიც აი კადრები ნახეთ, აი მაგალითად ცალკე რო ვნახოთ, აი ეს არის ეს არის შორს მოქმედი სტრატეგიული რაკეტა, რომელიც იდეაში, რომლის ტიპიც გათვლილია ბირთვული ქობინების გადატანისთვის და მას აქვს ის სპეციფიკა, რომ მისი დამრტყმელი ქობინი შედგება 26 ბლოკისგან, რომელიც მერე იშლება 36 ბლოკად, ქვებლოკად და ფაქტიურად 36 ცალი ჰიპერბგერითი სიჩქარით მოძრავი რაკეტის თავი ეცემა კონცენტრებულ ერთ ადგილს, რომელსაც აქვს მძიმე რაღაცა ავია დარტყმის ეფექტი, ანუ 36 რაკეტა რო დაეცეს ერთდროულად ერთ ადგილს, ეგეთი ეფექტი აქვს 36 თავის დაცემას და არა მარტო და ამ ორეშნიკის გადაჭერა ფაქტიურად შეუძლებელია, იმიტომ რომ 36 ჰიპერბგერითი სიჩქარით მოძრავი ქობინი არ არსებობს მექანიზმი, რომელთაც ამას გადაიჭერდა. ამის გარდა მოხდა დიდი რაოდენობით რაკეტების და დრონების გამოყენება. იქ რაღაცა 10-ობით რაკეტა და 100-ობით დრონი იყო, ხო? რასთან გვაქვს საქმე? განსხვავება ის იყო, რომ დაარტყეს კიევის ცენტრს და კიევის ცენტრში მდებარე სამთავრობო შენობებს არ დაარტყეს პარლამენტს, არ დაარტყეს უშუალოდ პრეზიდენტის ადმინისტრაციას, მეორე ხარისხოვან ადმინისტრაციულ შენობებს დაარტყეს და რასთან გვაქვს საქმე? ჩემი აზრით, ოღონდ ეს მნიშვნელოვანია, რომ ღამე დაარტყეს, ანუ დროს, როცა იქ დაცვის გარდა ალბათ არავინ ძალიან ცოტა ვინმე იყო. ანუ ისე დრო დაარტყეს, რომელიც გავდა ერთგვარ დემონსტრაციას. ანუ ეს იყო ერთგვარი დემონსტრაცია ჩემი აზრით, რომ აი ჩვენ შეგვიძლია ასე გავარღვიოთ საჰაერო თავდაცვა. ანუ აი მაგალითად დღე რო გვინდოდეს, ამის რადას დავარტყო. და ამის გადაჭერა შეუძლებელია და დაცვა არ არსებობს და დემონსტრაცია რა ამოცანას ატარებს, ანუ რაღაცაზე უნდა აუბიძგო, ხო? ანუ რისთვის დემონსტრაციას რისთვის ახდენ? ჩემი აზრით, პროცესები, რომელიც ფრონტზე ვითარდება, სადაც პროცესები სულ უფრო შედის სტაგნაციის და ფრონტის გაჭედვის ფაზაში, იმიტომ რომ დრონებით ომი გადავიდა დრონების ისეთი რაოდენობით გამოყენების სტადიაში, რომ 10,000-დან 20,000 დრონს იყენებენ მხარეები ყოველდღიურად.
ეს FPV დრონები, რომელიც პატარა კოპტერია, რომელზეც მიმაგრებულია ტანკსაწინააღმდეგო მუხტი და კომპიუტერივით მართვად რეჟიმში კამერით უყურებს მართველი დაახლოებით 5 კილომეტრის და შეიძლება იქ რეტრანსლირების მეშვეობით კიდევ უფრო შორ დისტანციაზე მოქმედებენ ეს დრონები და სადღაც ჩამჯდარია ოპერატორი, კაცმა არც მიწაში ამოთხა რაღაც პატარა ორმო რაღაცა სანგარი ჩაიმალა შიგნით რაღაცა სახლის სარდაფში ჩაძვრა იქიდან მართავს ის კაცი მეტნაკლებად დაცულია და ამ დრონებმა ისეთი გაჯერება მოახერხეს მხარეებმა დრონებით ფრონტის რომ ფაქტიურად წინსვლა გახდა შეუძლებელი ტექნიკის წინსვლა უბრალოდ ტანკსაწინააღმდეგო მუხტი დრონი ეცემა ტანკს რითი უნდა წახვიდე კაი ტანკს უკეთებენ რაღაცა დამცავ რაღაცა ჯავშანივით მაგრამ მაგას 10 დრონი და 20 დრონი და არაფერი არ გაუძლებს ხო არა და დრონები ათეულობით ათასია ფეხით წასულ ხალხს თითო კაცს ეხარჯავენ უკვე დრონებს ფაქტიურად სასაკლაოზე მიდიხარ კაცი ვერ ასწრებს ამ დროს დანაკარგები იზრდება დრამატულად წინსვლა ხდება ძალიან ხარჯიანი ამიტომ ფრონტი შევიდა სტაგნაციაში როგორც იქით ისე აქეთ წინსვლა გახდა ფაქტიურად ძალიან დიდი დანაკარგები საინტერესო რა არის იცი ამას რომ ემთხოვეს დარტყმა ჩემი აზრით რაღაცამდე მიყვანის ცდელობაა იქ საინტერესო რა არის აი სუფთა ტექნიკური თვალსაზრისით და შენ რომ ამბობდი ხარ რომ დრონებით გაჯერებულია ფრონტი აი პრაქტიკულად მე-18 საუკუნიდან მოყოლებული უფრო ადრეც შეიძლება ითქვას მე-17 საუკუნიდან მოყოლებული აი არტილერია როგორც ასეთი გახდა ბრძოლის ველზე მთავარ იარაღად ხო აი მაგალითად ნაპოლეონის დროს უკვე ომის ღმერთს ეძახდნენ არტილერიას მიუხედავად იმისა რომ ნაპოლეონის ომებში არტილერია არ იყო მაინც და მაინც დახვეწილი ხო იქ მაქსიმუმ 2 კილომეტრზე ისროდა ხო დღეს არტილერიის მნიშვნელობაც კი ყოველ შემთხვევაში აი როგორი არტილერიის იცი აი ლულის არტილერიას რასაც ეძახიან აი რაც მცირე კალიბრის ჭურვებს ისურვის ნაღდ ყორცნებზე საერთოდ საუბარი ზედმეტი აი თუნდაც 122 მმ 152-155 მმ-ის მართვადი იქნება თუ თვითმავალი არტილერია უკვე ბრძოლის ველზე პრაქტიკულად არ ჩანს. აი უკრაინის ომს ფრონტს რო დავაკვირდეთ, აი ნახტყორცნები 122 მმ-იანი, 152-15 მმ-იანი არტილერიები პრაქტიკულად არ ჩანს. იშვიათად ჩანს ის ჯავშან ტექნიკა, ოღონდ ის ჯავშან ტექნიკაც ასრულებს რა ფუნქციას? რაღაცა პოზიციამდე სწრაფად მიიყვანოს ქვეითი და ეს ჯავშან ტექნიკაც არის ხელოვნურად, კუსტარულად გადაკეთებული, ანუ ის ლულა თუ აქვს მას, პრაქტიკულად იმ ლულას ვერ იყენებს, იმიტომ რომ ზედ არის ეს გაკეთებული დრონების დამცავი კონსტრუქცია და თავარი ამოცანა რა არის, რომ ანუ 10-მდე დრონს გაუძლოს და მანამდე იმ პოზიციამდე მიიყვანოს ქვეითები და ეს ქვეითებიც იქ რომ მივლენ, სწრაფად მიწის ქვეშ უნდა შეძვრნენ და დაიმალონ. აი ასე ამას დაემსგავსა ომი. და პრაქტიკულად შეიძლება ითქვას, რომ მეორე მსოფლიო ომის შემდეგ რა სამხედრო აი ეს ფუნდამენტური საომარი წესები ჩამოყალიბდა, ჯარის გადაადგილების, დაზვერვის, შეტევის, თავდაცვის, სანგრების მოწყობის, აი 1 კვადრატულ კილომეტრზე რამდენი კაცია საჭირო, რა ტექნიკა არის საჭირო და ეს ყველაფერი არის შეიცვალა საერთოდ აი რევოლუციურ დონეზე არის გადასახედი. და ამ ვითარებაში, როდესაც მხარეებს აი ეს ორივე იარაღი აქვს, როგორც რუსებს აქვს დრონები, ასევე უკრაინელებს აქვს დრონები, ამ დრონებით ხდება რეალურად ფრონტის დაჭერაც. ანუ უკვე იმდენი ადამიანის არ ჭირდება სანგარში, იმიტომ რომ ცაში დაფრინავს ასეულობით დრონი და ის იცავს რეალურად პოზიციას. და შეტევისთვისაც დრონი გჭირდება. ცხადია ახლა რაღაც ფრთოსანი რაკეტები, შორი მოქმედების არტილერია, ავიაცია არსად არ გამქრალა. ის მაინც აქტუალურობას არ კარგავს, იმიტომ რომ
ისიც იმიტომ არ კარგავს, რომ დრონი ვერ წვდება. ჯერ არ არსებობს ისეთი დრონები, რომლებიც მაგალითად 100 კილომეტრზე, მაგრამ მათი აქტუალურობაც კი მათი აქტუალურობაც კი ნაკლებად და რატო ეგეც უნდა აუხსნათ, ანუ თუ აქამდე მაგალითად ფრონტის დასაჭერად და თავდაცვის ზღუდის უზრუნველსაყოფად საჭირო იყო პირობითად რაღაცა კონცენტრირებული ძალის არსებობა ზურგში, რაღაცა გამაგრებული პუნქტების არსებობა და მაგალითად საარტილერიო წერტილების არსებობა, რომელიც მოწყვლადია მაგალითად ავიადარტყმების მიმართ, რომლებიც მოწყვლადია შორსმოქმედი артиლერიის წინააღმდეგ, ხო? ეხლა საძის ის დრონის მართველი, აი მაგალითად რაღაცა სოფლის ნანგრევების რომელიღაცა სარდაფში ზის სამი დრონის მართველი, მე კიდე სამი სხვაგან და ასე რამდენიმე 10 დრონის მართველი იკავებს საკმაოდ დიდი ტერიტორიას, აკონტროლებს ციდან, ხედავს გადაადგილებას, ან მოულოდნელი გადაადგილება ძალიან რთულდება და სიზუსტე რომელთაც ეს დრონის მართველები მოქმედებენ, ნუ ძალიან და ეფექტურობა, ძალიან ბევრად აღემატება артиლერიის ეფექტურობას, რომელიც რაღაცა მიზანში რომ მოარტყას თუნდაც ქვეით შეტევაზე გადმოსულ ქვეითებს ბევრად რთულია, ვიდრე დრონით მართავ გაეკიდე და კონკრეტულ რაღაც თუნდაც ტექნიკას ან ფეხით მოსიარული ჯარისკაც დაარტყა. ამიტომ ეხა რა ომის ფორმატიც ყალიბდება, ეს საერთოდ ჯერთი ახალია და დაძლევას რამდენად ექვემდებარება თუ საკმარისი დრონები და ცოცხალი ძალა ყავს თავდაცვაში არსებულ მხარეს, რამდენად ექვემდებარება ამის გადალახვა, ну მაშინ სრულიად უნდა მოუშალოს ზურგი, მაშინ მის თავზე ეფექტურად უნდა მუშაობდეს ზურგშივე ავიაცია, ანუ ავიაციას უნდა შეეძლოს მხოლოდ ფრონტზე მუშაობა კი არა, რასაც ახლა ახერხებს რუსული ავიაცია, ისიც დისტანციიდან ეს პლანირებადი ბომბებით. არამედ მას უნდა შეეძლოს ზურგში შეფრინდეს და გაანადგუროს კომუნიკაციები, მაგალითად მომარაგება ფრონტზე არსებული თავდაცვითი ძალების, ხო, აი ხიდები გაანადგუროს, რკინიგზის კომუნიკაციები გაანადგუროს, საწარმოო სიმძლავრეები გაანადგუროს და ამითი მოშალოს ფრონტი. რასაც ახლა მაგალითად უკრაინელების შემთხვევაში რუსები ვერ ახერხებენ, იმიტომ რომ უკრაინას დასავლეთი აწვდის ეფექტურ ჰაერსაწინააღმდეგო თავდაცვას და დასავლეთი აწვდის ძალიან მნიშვნელოვანი ბევრი ამ კომპონენტის მნიშვნელობას ვერ აფასებს ხოლმე. არადა ეგა ყველაზე მთავარი. არადა დასავლეთი აწვდის დაზვერვას. დასავლეთი აწვდის მაგალითად თვალებს. დასავლეთი აწვდის ინფორმაცია საიდან რა აფრინდა რუსეთის მხრიდან, დასავლეთის AWACS ტიპის რადარები, მფრინავი რადარები მონიტორინგს აკეთებენ უკრაინის მთელი პერიმეტრის და ვინსად დაფრინავს რუსეთის მხრიდან ამას აკონტროლებენ და აკოორდინირებენ ჰაერსაწინააღმდეგო უკრაინული თავდაცვის სისტემებს, ხო? ამ პირობებში, როცა შეფრენას ვერ ახერხებს რუსეთი და ავიაციას ამ იმაში, რა ქვია, ფუნქციით ვერ იყენებს, ძალიან ძნელია ფრონტი მოშალო და რადგან ფრონტის შევიდა ამის გამო სტაგნაციაში, მე მაგალითად აი კიევზე დარტყმების დროს ვკითხულობდი ინფორმაციებს, რაც თვალში მეცა იყო უკრაინელი დეპუტატები აკეთებდნენ განცხადებებს, რომ დროა რაღაცა შეთანხმებამდე მივიდეთ და შემრიგებლურ პოზიციებში. ზავამდე, აი რამდენი ხანი უნდა იბომბებოდეს კიევი, ასე როგორ უნდა ვიცხოვროთ დიდხანს, რაღაცაზე შევთანხმდეთ. შესაძლოა, რაღაცა ამოცანა ხონდა ამ დარტყმის გამაფრთხილებელს. შესაძლოა ამოცანა არის წინასწარვე მიდის საუბარი მხარეებს შორის, ან ვთქვათ ამერიკის რუსეთს და მათი მედიაციით, ამერიკის მედიაციით უკრაინამდე მიდის ინფორმაცია, შესაძლოა მიდის რაღაცა ფრონტის გაყინვის და რაღაცა შუალედური ზავის შესახებ საუბრები და ამ ზავის მოსამზადებელ განწყობებს საფუძველს უქმნიან იმ დარტყმით, რომელიც არაპოპულარულია, ყველაზე რეზონანსულია კიევზე დარტყმა, კიევის ცენტრზე დარტყმა და მით უმეტეს ახლა დემონსტრაცია იმისა, რომ სამთავრობო შენობების დაბომბვა შეგვიძლია, ეგ დემონსტრაცია იმისა, რომ ხო, რაღაცა მომენტში იქნებ ჯობდეს გავჩერდით. ხალხში ამ განწყობის ფორმირების ამოცანა შეიძლება ქონოდა ამ დარტყმას და ეხლა თვითონ ფრონტის ლოგიკიდან გამომდინარე, რაც ახლა ფრონტზე სურათია, რა უნდა მოხდეს, რომ დრამატულად შეიცვალოს სურათი და ძალთა ბალანსი, მაშინ არ ვიცი, მასიური მობილიზაცია თუ გამოაცხადა რუსეთმა, ხო?
მაშინ ეგეთი სვლა უნდა იყოს. ეგ სვლაც რამდენად ეფექტური იქნება, მანდ დიდი კითხვის ნიშნებია. ну ყოველ შემთხვევაში ხა გარკვეული ნიშნები არის რომ რუსეთი მაგალითად ინტერნეტს ზღუდავს. ხო, ეგეც მეანიშნებს რომ რაღაცა აბარისთვის ზღუდავს, ხო ხა პუტინს ოპოზიცია არ ყავს რუსეთში და მის პოლიტიკურ მართლობას არანაირი საფრთხე არ ემუქრება, ხო? მაშინ რატო ზღუდავ ამ ინტერნეტს? ერთ-ერთი მიზეზი შეიძლება იყოს ეს მობილიზაცია, ხო? თუმცა შეიძლება ეს იყოს პირიქით ანუ მუქარის ერთ-ერთი ინსტრუმენტის ხო ფორმა. ანუ სიგნალი იყოს რომ თუ რაღაცაზე არ შევთანხმდით, მობილიზაციას გამოვაცხადებთ. ცხადია, ხა წინასწარ რთულია პროგნოზირება ამის, ხა ფაქტი მოხდა, რომ კიევის ცენტრი და ზოგადად კიევი, დედაქალაქი მასიურად დაიბომბა, ადმინისტრაციული შენობები, რამოდენიმე ათეული შენობა განადგურდა ან დაიბომბა. რაღაცას ნიშნავს, ხო ეს შემთხვევით ხო არ აკეთებენ ამას, ანუ რაღაცა პოლიტიკური მესიჯია, იმიტომ რომ სამხედრო ამოცანა რო იყოს, ну სამხედრო ამოცანის გადაჭრის შემთხვევაში დაარტყავდნენ რადას, ხო, ხა თან დაარტყავ ალბათ დღისით, როდესაც იქ დეპუტატები ისხედან და ეგ უფრო ეფექტს გამოიწვევს. დაარტყავ პრეზიდენტ ზელენსკის ადმინისტრაციის შენობას. ანუ ფაქტია, რომ რაღაცა წითელი ხაზები არსებობს, რომლის გადალახვა ჯერ არ მიმდინარეობს, არც ერთ მხარეს, არც მეორეს. პარალელურად ისმის უკრაინელი დეპუტატების აი ეს შემრიგებლური განცხადებები, რომ რაღაც როდემდე უნდა ვიყოთ ასე, ეს ომი უნდა გავაჩეროთ და რაღაცა მშვიდობა უნდა იზეიმოს. ნახოთ, ეგეთი მოსაზრებებიც არსებობს, ჟურნალს ეგეთი მოსაზრებები, რომ თავარი განსახილველი თემა აი ტრამპმას თქვა რომ 2% დაუჩაო მოუწესრიგებელი ამ შესაძლო ზავის დადების შემთხვევაში და ამ 2%-ში გულისხმობენ იმ დონეცკის ოლქის იმ დარჩენილ ტერიტორიას, რასაც რუსეთი ითხოვს, რამდენი 6000 კვადრატული კილომეტრია და რასაც უკრაინელები ართმობენ ბრძოლის გარეშე. და სხვა დანარჩენი პრინციპი შეთანხმებულია, ხო, რომ ომი თუ დამთავრდება, უნდა გაიყინოს არსებული ფრონტის ხაზზე. ნახოთ, მომავალში როგორ განვითარდება მოვლენები.